ახლა სალომე კახთელიძე გველოდება, რომელიც დილიდან ზუმბას ინსტრუქტორთან ერთად სწავლობს და გვასწავლის ჯანსაღი ცხოვრების წესს. აი, უკვე გომი არის. სალომე კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. ზუმბაია, აკამბაია. სალომე? უკვე ცეკვავენ, აი წავედე ცეკვა. არჩილ, ჩვენი გამოწვევა მიღებულია რა სიტყვი. ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ ხნის მანძილზე რაღაც გარკვეულ მოქმედებებსა და მოძრაობებს დავუფრებოდეთ. აღსანიშნავი არის ის და სამაყო არის კიდევ ის ფაქტი, რომ ზუმბაზე ასაკი არ არის, ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, იმიტომ რომ დაახლოებით 12 წლიდან უსასრულოდ შეგიძლიათ რომ მობრძანდეთ და მიიღოთ ეს არაჩვეულებრივი სიამოვნება და თანამედროვედ ფიზიკურად იყოთ კიდევ უფრო გამძლეთ გამოიყურებოდეთ და მე უნდა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აქ ვარჯიშობენ, მათ ასაკს გაგიმხელთ 43 წლის ლანა ბადაევა უკაცრავად ბადალობა ბოდიში დილამშვიდობისა ლანა მოგესალმისა კიდევ გავუმხელოთ სხვების ასაკი ხო 57-ის დიახ ნინი 46-ის ასაკობრივი ზღვარი არის მაღალი, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, უბრალოდ შეხედეთ, ახლა ვინ იფიქრებს, რომ ჩვენს შორის სულ რაღაცა 20 წელია სხვაობა. არავინ. როგორ ახერხებთ ამას, რომ ესე კარგად გამოიყურებოდეთ, ესეთი ლამაზი იყოთ, როგორც მითხარით, კადრს მიღმა, ეს არის ზუმბას დამსახურება. ეს არის ყველაფერი ნამდვილად ზუმბას დასახურება. 6 წლის წინ დავიწყე ზუმბა. რადგან ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ცეკვა და დავდიოდი და მე ძალიან იმდენად მომეწონა რომ გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ზუმბა ინსტრუქტორი. ინსტრუქტორი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ინტერვიუს შემდეგ არაერთი ადამიანი გადაწყვეტს რომ დაეუფლოს ზუმბას. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო ლანა შენ და ასევე უნდა გადავინაცვლო რა თქმა უნდა კლავ ნინოსთან. ნინო კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. ასევე ნინოს ასაკის გავამხელოთ 46 წლის და საოცარ ფორმაში ხარ. იცი რა მაინტერესებს, ჩვენ კი ვახსენეთ, რომ მთელი სხეული არის ჩართული ამ ვარჯიშის დროს. თუმცა, როგორც გამოიკვეთა, მაინც შეგვიძლია რომ კონკრეტულ ზონებზე ვიმუშაოთ. გვაქვს მოძრაობები, მაგალითად არის მოძრაობები პრესისთვის, ხელებისთვის, კი, სხვადასხვა მოძრაობებია, უბრალოდ გაერთიანებულია ერთ ცეკვაში ეს ყველაფერი. ასაკი ვახსენეთ, ზღვარი როგორია ხოლმე, ასეთ დროს, აი, შენ ვინ ყოლია ყველაზე ესეთი ყველაზე პატარა უხუცესი, მაგალითად 67 წლის ეხლაც მყავს, ყველაზე უხუცეს ვერ ვიტყოდი უბრალოდ, რომ ნახოთ როგორ ფორმაშია. არა, ეს რა თქმა უნდა ხუმრობთ, იმიტომ რომ საოცარ ფორმაში გამოიყურებით ყველა. და ჩემი სიამაყეა ეს ქალბატონი, უბრალოდ უნდა ნახოთ, ისეთია. შეგვიძლია რომ ახლა გაგვიზიაროთ კონკრეტული მოძრაობები, ჩვენ გადავწყვეტ რა პრობლემატურ ზონებს შევხებოდით, ის რაც ქალებისთვის არის ხოლმე. არის კი, აი ესენი და გვაქვს მოძრაობები, ეს მოძრაობები. აი ესეთი მოძრაობები გვაქვს ძალიან ბევრი მოძრაობა მკლავებისთვის, გვაქვს პრესისთვის, იგივეა, უბრალოდ ვავარჯიშებთ სხეულს, საჯდომიც არის ჩართული და ფეხების რო ჩავთოთ აი ეგეთი მოძრაობებია, ნახეთ, პრესებს უბრალოდ. აი დაახლოებით რამდენ ხანში მიიღწევა სასურველი შედეგი? სასურველი შედეგი იცით რა არის? ეს არის უბრალოდ ცეკვის აქტივობაზე დამოკიდებული, რამდენად აქტიური ცეკვები გაქვს და ჩემთან მაგალითად ხდება ეგრე და ზოგადად ყველგან 3 კვირიდან უკვე ფორმების ცვლილებას იგრძნობთ,
ტანსაცმლით, თუნდაც ის რომ ზომები აიღოთ, 3 კვირიდან უკვე გრძნობთ, რომ ცვლილება გააქვს და მე ნელ-ნელა შევიცვლილებები კი, უკვე გააქვს და მე უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, აქ ჩართულია კვებაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარჯიში საერთოდ ანუ არსად არ არის და არ ხდება, თავისთავად კვებაც უნდა იყოს ჩართული და თავისთავად უნდა იყოს აქ. ახლა რო გაგვიზიარო კვლავ რამდენიმე მოძრაობა თუ არის შესაძლებელი, შევტრიალდეთ სარკისკენ. აბა და ახლა ჩავრთეთ რომელი ზონა ავირჩიოთ. ალბათ პრესი ყველასთვის მტკივნეული. ყველასთვის კერული თემა და ყველაზე მოთხოვნადი. ხოვნადი. კი. მაშინ ასე დავიწყოთ აბა პრესის რამდენიმე მოძრაობა, ზუმბას რამდენიმე მოძრაობა, რომელიც აგეხმარებათ რომ საუკეთესო და არაჩვეულებრივი პრესი გქონდეთ. ესე მარტივად ჩართვა საწყისი მეტესებს აი დონეები რამდენად განსხვავდება. მაგალითად, შემოვედი დავიწყე ზუმბაზე სიარული, ვერთვები ამ ჯგუფში, რომლებიც უკვე წლები აქ დადიან. თუ ხო, აი როგორ უნდა დავეციო კონკრეტულ ისეთი მარტივი მოძრაობებია, ფიზიკურად არ არსებობს რო ვერ აყვე. და თან ზუმბას კარგი ის აქვს, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად იგივე მოძრაობა გაიმეორა, თავარი აქტიურად იყო, იმოძრაო და რამოდენიმე ვარჯიში ჩვეულებრივად, ბუნებრივად უკვე ყვები ყველას და ჯდები თავისთავად თავისუფლად ძალიან. კეთილი, მოდი დავიწყოთ, მაშინ ეტაპობრივად მივყვეთ და საფეხურეობრივად ამიხსენი მეც, რომ კარგად გავართვა თავი და არ შევრცხვე. დავიწყოთ, გინდათ ერთად ვიცეკოთ? რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიცეკოთ და მეც ვეცდები, რომ აკვეთ ღირსეულად და ჩვენ ტელემაყურებელიც შემოვიცით არის მკლავები ძალიან ჩართული, პრესიც არის ჩართული. ეხა ჩართავ და ერთად ვიცეკო. კი ბატონო, მაშინ გოგოებსაც მოვუხმობ ჩემკენ და ყველა ერთად გაგიზიარებთ, მოკლედ, რამდენიმე მოძრაობას იმისთვის, რომ ყველაზე პრობლემატურ ზონებზე გქონდეთ სასურველი შედეგი, თან რაც მთავარია უნდა ვიღიმოდეთ, ხო? მთავარი პრინციპი ხო არის ზუმბის ის, რომ ყოველთვის პოზიტიურად და ყოველთვის კარგ ხასიათზე. კი ბატონო, მოკლედ, ბაბა ნინო, დავიწყოთ. ესე იგი ველოდებით კონკრეტულ მუსიკას, შესაფერისი მუსიკა სჭირდება, ხო? ლანა, შენ რადგან თან პარალელურად ხარ ინსტრუქტორი, ისიც მითხარ, მთავარი პრინციპი გარდა ღიმილისა და კარგი განწყობისა რა? მთავარი პრინციპი ის არის, რომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, ყოველთვის უნდა ვიყოთ ოდნავ მოხრილი მუხრებში, რადგან ამ დროს მუშაობს ყველა კუნთი, უფრო ფეხების კუნთები, საჯდომის კუნთები. კი ბატონო, ახლა ჩავერთოთ, ესე იგი და ჩართული? ყვების ვარჯიში და პრესი. მოკლედ, აი ასე მხიარულად და ენერგიულად ჩვენ ნელ-ნელა გავდივართ ფინალისკენ და გემშვიდობებით. თქვენ უკვე იცით თუ რა სარგებელი აქვს ჩვენი სხეულისთვის ზუმბას და ასევე ემოციური მდგომარეობისთვისაც რამდენად კარგად მოქმედებს ის და მოკლედ, რამდენიმე მოძრაობას კვლავ ავყვები და თქვენც შემოგვიერთდით. გემშვიდობებით ენერგიულად. ოჩახ რა, ოჩახს. იანერნე. ჩვენ წავყვეთ. ჩვენი მართლა სიცოცხლის ენერგია, მოძრაობა და ცეკვა და ცეკვაში უბრალოდ ვარჯიში ინტეგრირებული ცეკვა კიდე უფრო სახალისოა. რიტმები განსაკუთრებით კიდე დიდ კომპლიმენტს უკეთებს საიამ ყველაფერს და კარგი.